პროფესიად ქცეული ბავშვობის გატაცება უკვე 20 წელზე მეტია თინათინ ჩითავიშვილი ინდივიდუალურ, საქორწილო და ტრადიციულ სამოსს ქმნის. პროფესიით ექიმმა კერვა 10 წლის ასაკში დაიწყო. მთავარი სტიმულის მიმცემი კი ბებია და მისი საქმიანობა გახდა. როგორ მიაღწია წარმატებას და რა სამომავლო გეგმები აქვს საკუთარ საქმეზე შეყვარებულ ქალბატონს გიორგი ბაღანაშვილის სიუჟეტი. პირველად როცა შევიკერე კაბა ვიყავი 10 წლის. რაღაც სარაფანის სტილი და დღემდე რომ ახსოვს ის განცდები, როგორ დავასრულე, როგორ ჩავიცვი და ჩემ მეგობრებს რომ ვაწონებდი თავს. საკერავ მანქანას პირველად 10 წლის ასაკში მიუჯდა ემოციები დღემდე ახსოვს. ჭრაკერვა ბავშვობიდან იტაცებდა, მთავარი მოტივატორი ბებო იყო, რომელიც ფერადი ნაჭრებისაგან ულამაზეს სამოსს კერავდა. მაშინ არც უფიქრია რომ ამ პროფესიას გაყვებოდა, თუმცა სურდა სამოყვარულო დონეზე შეესწავლა. ბებიის დანატოვარ ძველ საკერავ მანქანას დღემდე საგულდაგულოდ ინახავს და დროდადრო ძველ მოგონებებს აცოცხლებს. ოჯახში ბებია კერდა, დედაც ეხმარებოდა, სათანადოდ ვხედავდით, როგორ მუშაობდნენ დღის განმავლობაში. ჩვენც ახლა პატარ-პატარა ნაკუწებით გვაძლევდნენ, მაშინ თოჯინები იყო უკერდით. და ალბათ მშობლები უფრო ხვდებიან შვილების მომავალს, რა შეუძლიათ. აი დედაჩემი სულ მეუბნებოდა, რომ შენგან კარგი დიზაინერი გამოვა. მაგრამ აი რა ვიცი, იმ დროს ვერ მივხვდი რა შემეძლო. სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა ექიმია, თუმცა პროფესიით ერთი დღეც არ უმუშავია. 20 წლის წინ გადაწყვიტა საკუთარი სამკერვალო გაიხსნა და სამოყვარულო დონეზე ნასწავლის საქმე განუყრელ მეგობრად აქცია. უკვე რამდენიმე წელია ატელია ქალაქ გურჯაანში, ერთ პატარა ოთახში მოაწყო. სწორედ აქ იქმნება ინდივიდუალური სამოსი, რომელიც ბევრი ადამიანის მოწონებას იმსახურებს. პროფესიას სირთულეებიც ახლავს, თუმცა მისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. 18-20 წელია ამ საქმეს ვემსახურები. თავიდან ვიქციე შემოსავლის წყაროთ. არც მეგონა თუ ესეთი მოთხოვნადი იქნებოდა ჩემი ნამუშევრები. დღესდღეობით გადავიდნენ შეკერვაზე, ინდივიდუალურ მოდელებზე. და უფრო მოთხოვნადი გახდა ჩემი პროფესია. ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს ამის კეთება. ყველა ახალი მოდელის შექმნა ჩემთვის სტიმულია, აგერ ბევრი კმაყოფილი მომხმარებელია. მე იმ ერთ ადამიანს კიდევ სხვა მოყავს, ის სხვა მოდელს ქმნის თავისთვის. რთული საქმეა, პასუხისმგებლობა. თუნდაც საზოგადოებასთან, მომხმარებელთან მუშაობა, პატარა რამე რო შემეშალოს, არავინ არ გაპატიებს. თანამედროვე სტილის პარალელურად ეროვნულ სამოსს და საქორწინო კაბებსაც ხშირად კერავს. ეს მისთვის კიდევ უფრო დიდი სიამოვნება და პასუხისმგებლობაა. როგორც ამბობს ტრადიციულ სამოსზე მოთხოვნა, ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა. ეროვნულ სამოსს რაც შეეხება, კერ 10 წელია მაინც ცეკვის ჯგუფებისთვის, სიმღერის ჯგუფებისთვის. რამე თუ ვერ ვნახე დამხმარე და მარტო მომიწია ამ ყველაფრის კეთება, ჯგუფებს აღარ ვუკერ. და უფრო მოთხოვნადი გახდა საქორწილო კაბები პანდემიის პერიოდში, ნახეთ, ქორწილები რომ არ იყო, მაინც კეთდებოდა ჯვრის წერის ცერემონია და პატარსლებს უნდოდათ საქორწილო სამოსი, ჩოხაკაბები. აი ამით დავიწყე, იმიტომ რომ ჩემი გაუკეთებელი მე მგონი არაფერი არ არის. აი ეს საქილეები დავამატე პირველ ჩოხა ხალათს. და კიდევ სხვა რამეები უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მარტო საქილეებით უკვე იყო დახვეწილი ჩოხა მოსასხამი. ერთ ღამეშიც დამისრულებია კაბა. საღამოს დამიწყე და დილით ჩამიბარებია. ეს დროის ფაქტორია, ვის როგორ ეჩქარებოდა, როგორ უნდოდა, რა მოკლე დროში. მაგრამ ერთი კვირა მაინც უნდა მქონდეს და 10 დღე, იმიტომ რომ მხოლოდ ერთ კაბას არ ვკერ, რამოდენიმე კაბას ერთდროულად ვკერ. განვითარება მისთვის პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ არაერთ გამოფენა გაყიდვაში იღებს მონაწილეობას, ცდილობს რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს თავი. ახლაც ყველაზე მასშტაბური ღონისძიებისთვის ემზადება 11 ოქტომბერს. გურჯაანის ღვინის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. საზოგადოებას ძირითადად ეროვნულ სამოსს წარუდგენს. გამოფენებში ვიღებ მონაწილეობას ეროვნული სამოსიდან გამომდინარე. ცეკვის მთლიან ჯგუფებს შევუკერე ფორმები, სიმღერის ჯგუფებს შევუკერე ფორმები და წამოვიდა მოთხოვნა და აფიშირება ჩემი ნაწარმის
მეტნაკლებად რო გაეცნოთ, ამან გამოფენებზე გატანამ ხელი შემიწყო, უფრო მეტ ადამიანს გაეცნო ჩემი ნამუშევარი. ძალიან უყვარს მცენარეები და მათი მოვლა. დამწყნარი ყვავილებისგან კი ჰერბარიუმის კოლაჟებს ქმნის. ნამუშევრები მის სამუშაო ოთახსაც ამშვენებს, როცა დრო აქვს ცდილობს ჭკნობისთვის განწირული ყვავილებისგან განსაკუთრებული სურათები შექმნას. ძალიან მიყვარს ხელოვნება, ყვავილები, დიდი ეზო მაქვს სავსე მცენარეებით, ყვავილებით. ჩემი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე სამსახურში მიწევს ყოველთვის ყოფნა, უმეტესი დრო. ამიტომ ასეთი რამე გავაკეთე. ჩემი ეზოს ყვავილები გავაცოცხლე ჩარჩოში. აი ამ სახით, ამას ქვია იკიბანა ყვავილების ქორწილი, ყვავილების ფესტივალი. ეს არის სულ ბუნებრივი, ველური ყვავილები, თაწყობილი, მხოლოდ რაღაც ეს შუშაში ვსვავრო დიდხანს გაძლოს და ესეც აღმოჩენაა, რომ მინდვრის ყვავილები უფრო ინარჩუნებენ ფერს, ვიდრე კულტურული ქოთნის ყვავილები. პროფესიაზე შეყვარებული მკერავი არაერთ პროექტშიც იღებს მონაწილეობას. სულ ცოტა ხნის წინ სოფლად მცხოვრები ქალების დახმარების პროგრამაში ჩაერთო და ძვირად ღირებული ტექნიკა მიიღო საჩუქრად.